დღეს გვაქვს ისევ 10 ცალი ამანათი, ოღონდ ამოვარჩიეთ ძალიან პაწუკები. აი, ძალიან პაწუკები. ძალიან პატარა ამანათები, ნახეთ რა პატარებია, შეხედეთ. 10 ცალი, არც ეთყობა 10 ცალია. ერთია ცოტა არასტანდარტული ფორმის. ამას მე გავხსნი. კაი. დავიწყოთ ახლა, დავიწყოთ არასტანდარტული ფორმის ამანათით. ამას ისე გავხსნი. ვაიმე. ამაში დევს პატარა პარკები, გეტყვით რამდენი ცალი. ესენი არის თქვენი ცხოველი ძაღლიან კატა, ნუ უფრო ძაღლი სავარაუდოდ, როცა მოისახნებს სადმე, ეს პარკები უნდა გახსნათ, პარკებში უნდა მოათავსოთ 10 განავალი. დევს 2, 4, 6, 8 ცალი. მეტი არ არის, ხო? 8 ცალი, მაგრამ ეს არ არის, კიდევ რაღაც დევს ამანათში 1 ცალი. ისევ იგივე რაღაც, ავსი კატეგორიის, ეს არის პატარა ჩანთა არის, რომელსაც ძვალი ახატია. სავარაუდოდ ის რაღაც მოსაქმებული, ალბათ ამ ჩანთაში უნდა ჩაალაგოთ. თუ ეს პარკი უნდა ჩადოს ამაში, სავარაუდოდ, ესე უნდა ჩადოთ და ესე უნდა ძაღლს მოაბათ ან თქვენ მოიბათ, უფრო თქვენ უნდა მოიბათ ჩანთაზე და ესე ატაროთ ეს პარკები. ეს სოციალური პასუხისმგებლობა, ვისაც მაღალ დონეზე აქვს, ზოგი საერთოდ არ ახსენებს ყურადღებას, ქუჩაში მოისახმებს თუ არა მისი ძაღლი სულ არ აინტერესებს, ტოვებს ეგრე. ნუ ვისაც სოციალური პასუხისმგებლობა მაღალ დონეზე გაქვთ, მათ დაგჭირდებათ, ესე იგი, 1 ძალი ეზეთი ჩანთაა და 8 ცალი პარკი. რომელსაც ძაღლის ისინი ახატია, ძვლები ახატია ფოსტა ძაღლისა. საყვარელი რაღაცა. შემდეგი არის უფრო პატარა ამანათი, აი, ნახეთ გამხელა. რაღაცა ყუსასმენებს გავს მეგობრებო, ყუსასმენების ყუთს გავს. მართალია. ყუსასმენების ყუთი არის რინსმოლა, ესე ქვია, ჩინური რაღაც ბრენდია სავარაუდოდ. ამაზე ხა გავხსნი და ვნახავ. კარგად იხსნება, ნახე, რო იხსნება. ოპა, თავისი Type-C მოყვება, ნუ სავარაუდოდ ცოტა ახალია და ვიზუალურად განახებთ როგორ გამოიყურება. ვიზუალს ხოთა შორის აი ესე გამოიყურება ვიზუალურად. ვიზუალს ვაჟებს არ აუშავს, ამოვიღოთ, ნახოთ, აი ესე გამოიყურება. სულ ახალია და აქ არც აქვს, პარკებიც არ აქვს მომძღვალი, აქ ნახეთ. ვიზუალი აი ესეთი არის, აი. თვითონ გამოიყურება ეს. შეგახსენებთ, რომ ნივთები, რომლებსაც არ დავიტოვებ, რომლებსაც დავდებ გასაყიდად, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ რომ რომელიმე ნივთის ყიდვა გნებავთ. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს საიტზე, დაკარგული ამანათების წერტილი G. შემდეგ იქ დააწვევით ნივთების კატალოგს და ნახავთ იმ ნივთებს და იმ ნივთების ფასებსაც, რომლებიც იყიდება. შეკვეთას აფორმებთ იქვე, შეკვეთის ფორმას ავსევთ, გიკავშირდებათ ოპერატორი და ჩვეულებრივად მიწოდებას თბილისის მასშტაბით არის უფასო. ეს ერთ-ერთი ნივთი არის, რომელიც გაიყიდება სავარაუდოდ.